ცნობილი მითი არგონავტების შესახებ. რა ნახეს ბერძნებმა აქ რომ მოვიდნენ და როდის ნახეს. რაც შეეხება ტექნიკურად რამდენად შეეძლოთ მათ ამის გაკეთება, აქ არის ერთი საინტერესო ამბავი, რაც მოხდა 1984 წელს. გვაქვს ერთი პარადოქსული შემთხვევა. ალექსანდრე ალბათ არის ერთ-ერთი იმ იშვიათ დამპყრობელთაგანი და მისი იმპერია ერთ-ერთი იმ იშვიათ იმპერიათაგანი, რომელიც არ დაინტერესდა სამხრეთ კავკასიით. ხლა გვახსენდება ქართლის ცხოვრება, სადაც წერია, რომ ალექსანდრე იყო საქართველოში. იყო, მოვიდა, ქართველები დაგვამარცხა, აზო დანიშნა და წავიდა. და ჩდება მარტივი კითხვა, მაგრამ ამ კაცს არ ულაშქრია. საერთოდ იმასაც გეტყვით, რომ ერთი პერიოდი საერთოდ ითვლებოდა, რომ ფარნავაზი არ არსებობდა. თუმცა მე გამოჩნდა ძალიან საინტერესო საწერები. ფარნავაზმა საქართველოს ტერიტორია დაიკავა ბრძოლის გარეშე, ერთადერთი პროვინცია, სადაც მას მოუწია ბრძოლა, არის კლარჯეთი. რატო კლარჯეთი? ეს საკითხი უკავშირდება ისეთ ურთულეს და უმძიმეს საკითხს, როგორიც არის ჩვენ წარმომავლობა. ვინა ვართ, საიდან გავჩნდით, როგორ გავჩნდით და როგორ აღმოჩნდით აქ. ისეთი ინფორმაციას ტრიალებს, რომ ეგვიპტის ფარაონები ქართველები იყვნენ. ქართველ თავადებს, როდესაც ვეკითხები ვინა ქართულს, ნაწილი მეუბნება, რომ ჩვენ წარმოშობით ესპანელები ვართ. მე ახლა ამ საკითხებზე დაწვრილებით არ მიმუშავია, მაგრამ რაც ვიცი და თქვათ მისაუბრია, ყველაზე შემაფერხებელი, რაც ჩემთვის უთქვამთ, არქეოლოგებს უთქვამთ ესეთი რამე, რომ ზოგჯერ ყველაფერი რთული ძალიან მარტივად იხსნება. იბერია ნიშნავს გადაღმა მხარეს. საქართველოს და დიდი იმპერიების, მათ შორის აი ამ კუთხით მეც ცალკე ესე არ მისაუბრია. ბუნებრივია, ხა ჩვენი ისტორია სამწუხაროდ ისე წარიმართა, რომ ძირითადად ურთიერთობა ჰქონდა იმპერიებთან. არ ვიცი, ხშირად მithქვამს ხოლმე, სადმე სხვაგარო ყოფილიყავით და თქვათ, ამდენ იმპერიებს არ შევჯახებოდით, შეიძლება უკეთესიც ყოფილიყო. არ ვიცი, ეგეთქვი, ჩვენი ბედი ესეთი იყო, ჩვენ თავიდანვე ამ დიდ სახელმწიფოებთან გვიწევდა ურთიერთობა და მათთან ურთიერთობა რა არის, იცით, აქ დგება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. რას ითხოვს შენგან იმპერია და სანაცვლოდ თქვათ, რას გთავაზობს, ანუ რას გასცემ და რას იღებ. ახლა ამ იმპერიებთან ურთიერთობაც ბუნებრივია განსხვავებულია, ახლა ერთია, ოდესაც ურთიერთობა გვაქვს თქვათ ბიზანტიასთან, რომელიც კულტურულია, ცივილიზებულია, რაღაც მომენტში ჩვენზე კულტურულია, ჩვენზე ცივილიზებულია და მეორე არის, რას იღებ, ოდესაც გვაქვს ურთიერთობა ოსმალეთის იმპერიასთან, რომელიც შეიძლება მისი სულთნები პირადად ძალიან განათლებული ხალხი იყო, მაგრამ იმპერია და სახელმწიფო იყო უაღრესად აგრესიული. ამასაც მნიშვნელობა აქვს. რა დაგიტოვა და თქვათ, რა მოითხოვა საამისოდ. ახლა ჩვენ მივალთ იმ იმპერიამდეც, მაგრამ მაგალითად არის ესეთი მოსაზრება, რომ საბჭოთა პერიოდი რო ავიღოთ, თქვათ, მეტრო გვაქვს, რომელიც შეიძლება არ ქონოდა, თქვათ, მეცნიერება განვითარდა, სპორტი მაღალ დონეზე ავიდა, სანაცვლოდ რა მოითხოვა. რა იყო ის, რაც ამისთვის დავთმეთ. პრინციპში ალბათ ღირებულებებამდე დადის ეს ყველაფერი, ინდივიდების ღირებულებამდე. ვისთვის არის, რომ თქვათ, ჯობს მონობაში გადიდგაცებულს თავისუფლების ბრძოლაში მკვდარი და ვისთვის ჯობია ოტი აიოსელიანის ნათქვამია, ზოგსო სადაც გაძგა სამშობლო იქონია. რთულია, იცით რა არის, ჩვენ რო ვისაუბრებთ რაღაცა ცალსახა პასუხები შეიძლება მეც არ მქონდეს. მე ვეცდები ობიექტური ვიყო. ფაქტები მოგაწოდოთ და ნაკლებად ჩემი ინტერპრეტაცია, თუმცა ეხლა საერთოდ რო რაღაცა არ ვთქვა, ესეც არ გამოვა, მარტო ფაქტები ჩამოვთვალო. ზოგადად არის ესეთი მოსაზრება ისტორიასთან დაკავშირებით, რომ რამდენად ვიცით ჩვენ რეალურად ის, რაც ხდებოდა. არ გულისხმობ იმას, რომ თქვათ, ისტორიკოსი არის სუბიექტური, ვინც ამას წერს. არა, რო ავიღოთ, რომ ისტორიკოსი ობიექტურია მეტნაკლებად. თავად ის, საიდანაც ისტორიის რეკონსტრუქციას ვახდენთ, არა მით უმეტეს როცა ვსაუბრობთ, თქვათ, ეხლა ჩვენ ასურეთზე ვისაუბრებთ, სპარსეთის იმპერიაზე, იმ ძველ პერიოდზე. აი ეს წყაროები ისინი ამდენად ობიექტურია. რამდენად სრულად ასახავენ იმას ყველაფერს, რაც ხდებოდა. და აქედან გამომდინარე ესეთი მოსაზრებაც არსებობს, რომ პრინციპში ჩვენ არ ვიცით რეალური ისტორია. ჩვენ ვიცით ის, რის აღდგენასაც ვახერხებთ და რის რეკონსტრუქციასაც ვახერხებთ, მაგრამ თავისთავად ასე იყო თუ არა, ამის 100%-იან გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემთ. იმიტომ ხვალ შეიძლება აღმოჩნდეს რაღაც ახალი წყარო, რომელიც ყველაფერს შეცვლის. მაგალითად, ვისაუბრეთ ჩვენ არაბებზეც, მაგრამ ეხლა ვეგეთქვით, მაგალითად, არაბების პირველი შემოსვლა ითვლებოდა, რომ ესეთი
იყო შედარებით მშვიდობიანი და ჩვენ მათთან არანაირი ბრძოლა, ომი არასდროს არ ქონია და მე ჩემ სტუდენტებსაც ესე ვასწავლდი ყოველთვის, მაგრამ აღმოჩნდა ის რაღაც ცოტა ხნის წინ წყარო, რომ აღმოჩნდა რომ არც ესე არ იყო და ომიც ქონია და ბრძოლაც ქონია. ანუ მთლიანად შეიცვალა ეს კონცეფცია, რომელიც აქამდე ჰქონდა. აქედან გამომდინარე, რაღაცა პირობითობა ამ ჩვენ საუბარში ბუნებრივია იქნება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეცდები იყო ობიექტური და მოგაწოდოთ ობიექტურად ყველაფერი. ეხლა თუ ჩვენს მდებარეობას შეხედავთ, დაინახავთ, რომ პრინციპში სამი მხრიდან მეტნაკლებად დაცული ვართ, რა, დასავლეთი, აღმოსავლეთი ზღვა, ჩრდილოეთიდან კავკასიონის ქედი, ჩრდილოეთიდან ჩვენ პრინციპში მოწინააღმდეგე თითქმის არ გვყავდა. ეპიზოდურად ჩდებოდნენ, თქვა თავის დროზე ქრისტეშობამდე მე-6 საუკუნეებში, მე-7 საუკუნეებში გამოჩნდნენ კიმირელები და სკვითები, თქვათ მე ალანების შემოსევები, მაგრამ პრინციპში ჩრდილოეთიდან ჩვენ სადღაც მე-18 საუკუნემდე მეტნაკლებად დაცულები ვიყავით. ჩვენთვის პრობლემა იყო სამხრეთი. სამხრეთი, საიდანაც მუდმივად იყო ეს შემოსევები. ეხლა იმპერიას რას ვეძახით ჩვენ იმპერიას? იმპერიას ალბათ ვეძახით სახელმწიფოს, რომელიც არის დიდი, თუმცა მცირე იმპერიების თეორიაც არსებობს. ძლიერი სამხედრო თვალსაზრისით იპყრობს ტერიტორიებს და ყველგან ამყარებს თავის წესებს. თუ თქვენი შვილი არ კითხულობს, მაშინ ეს ის ადგილია, სადაც უნდა გვესტუმროთ. ფასკუნჯი გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ახლა ჩვენ მაგალითად, როდესაც ვისაუბრებთ ასურეთზე ან სპარსეთზე, ჩვენ ვეძახით მას იმპერიას, თორე ისინი იმ დროს არის ეს ტერმინიც არ იყო, რა. ამიტომ ისინი იმ დროისთვის ასე არ აგექმნებოდნენ, მაგრამ ჩვენთვის ისინი იმპერიები არიან. ნუ ასურეთი ერთ-ერთი ყველაზე პირველი და ესეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო, ეს არის ასურეთის იმპერია. ნებისმიერი სახელმწიფო ამ ძველ პერიოდშიც და ნუ შუა საუკუნეებშიც, რა თქმა უნდა, სამხედრო თვალსაზრისით არის აგებული. ჯარი და სამხედრო ძალა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ არის სახელმწიფოები, რომლებიც არსებობენ მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ძალის გამო და მათი შემოსავლის არსებობის ერთადერთი წყაროც არის ომი, ლაშქრობა და ბრძოლა და იქიდან მიღებული შემოსავალი. გაცილებით გვინანდელ პერიოდში, თქვათ, უკვე მე-18-მე-19 საუკუნეებში არსებობდა ესეთი გამოთქმა, რომ ყველა სახელმწიფოს ყავს ჯარი, მაგრამ არის ერთი ჯარი, რომელსაც აქვს სახელმწიფო, ეს არის პრუსია. პრუსიული ჯარი და იმდენად მილიტარისტული სახელმწიფო იყო ეს. ამას თუ გადავიტანთ ძველ მსოფლიოზე, შეიძლება ვთქვათ, რომ ყველა სახელმწიფოს ყავდა ჯარი, მაგრამ იყო ერთი ჯარი, ეს იყო ასურეთი, რომელსაც ჰქონდა თავის სახელმწიფო. ეს იყო სახელმწიფო, რომელიც ნაკლებად შეგვხვდებათ ისტორიაში, თქვათ, რომ ასურელებმა განავითარეს მიწათმოქმედება, განავითარეს ვაჭრობა. არა, ესენი არიან მებრძოლი ხალხი, დამპყრობელი ხალხია და არსებობენ აი ამის შედეგად. ასეთი მილიტარისტული სახელმწიფო ძველ მსოფლიოში სხვა მეორეში არ არსებობდა. აი ჩვენ თუ წარმოვიდგენთ იმდროინდელ სამყაროს, ნუ თქვენ ხედავთ ეგვიპტე, შუამდინარეთი, ბერძნული სამყარო და აი ამ სამყაროს პერიფერიას წარმოვადგენთ ჩვენ. პრინციპში ეს ის პერიოდია, როცა ადამიანი ყველგან ცხოვრობს და ცივილიზაცია მეტნაკლებად ყველგან არსებობს, მაგრამ აი ცივილიზაციას რასაც ჩვენ ვეძახით, პრინციპში ეს იქნება სად? იქნება ეგვიპტე, შუამდინარეთი და აქედან უფრო შორს ჩინეთი და ინდოეთი. თუმცა ისინი იმდენად განცალკევებითგანა და ცალკე ვითარდებიან, რომ ჩვენთან ამ პერიოდში ნაკლები შეხება აქვს. ჩვენ შეხება გვაქვს აი ამ სამყაროსთან, ეგვიპტე, შუამდინარეთის სამყაროსთან და მის პერიფერიაზე ვიმყოფებით. თუმცა საკმაოდ აქტიური კავშირები გვაქვს. 1112 წელი, ქრისტეს შობამდე 1112 წელი, ეს არის ის თარიღი, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი წინაპრები უკვე ისტორიის ფურცლებზე ფიქსირდებიან. რატო ვამბობ ამას, რომ ნუ მანამდე თქვათ არის იქ საუბარი, რომ შესაძლოა არგონავტების ლაშქრობა უფრო ადრინდელია, კიდევ ვიღათ, მაგრამ აი პირველი რეალური მოხსენიება, რომელშიც უკვე ეჭვი არ შეგვაქვს და თარიღიც გვაქვს, ეს არის 1112 წელი. ეს არის ასურეთის მეფე ტიგლათ-ფილასარი და მისი წარწერა, როდესაც ის წერს, რომ მან დაამარცხა მუშქების 5 ტომი და მუშქების 5 მეფე ტყვედ ჩაიგდო. ვინ არიან მუშქები? მუშქები ეს არის ერთ-ერთი ქართული ტომი. მუშქები, კორაქსები, მოსინიკები, ხალიბები, კოლხები, ზიდრიტები, დაახლოებით 15-მდე 20 ტომია, რომელიც მოსახლეობს
დღევანდელი საქართველოსა და კიდევ უფრო სამხრეთით ამ ტერიტორიებს. და ერთ-ერთი მათ შორის ყველაზე ძლიერი და ისეთი სერიოზული არიან მუშქები, იგივე მესხები და აი როგორც ვარაუდობენ ჩვენ მუშქები უფრო სამხრეთით წავიდნენ, ვიდრე მათი განსახლების ადგილი იყო, გაცდნენ ჭოროხის ხეობას და სადღაც ევფრატის სათავებამდე მიაღწიეს. ანუ იქ სადაც ჩრდილოეთიდან მოდის ასურეთის იმპერია და აი აქ ხდება ჩვენი პირველი კონტაქტი. ხუთი მეფე, ვინ არის ხუთი მეფე? ალბათ ტომის ბელადი. ესე ვთვლით ჩვენ. მაგრამ ვიმეორებ, ეს არის ესეთი პირველი ჩვენი მოხსენება და ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა დავამარცხეთ. ბუნებრივია, ასურეთის იმპერია ჩვენ კი არა ეგვიპტეს ამარცხებდა და უფრო გაცილებით დიდ სახელმწიფოებს. ამის მერე რაღაცა პერიოდი ინფორმაცია ჩვენ შესახებ არ არის, იმიტომ რომ ასურეთი სუსტდება. კიდევ ერთხელ ვნახოთ ეს უკა. ჩვენ საკმაოდ ჩრდილოეთით ვართ და აქ სხვა არავინ არ აღწევს. ჩვენ ხელახლა ვჩდებით სადღაც მე-9 საუკუნეებში ქრისტეს შობამდე, როდესაც ჩვენ სამხრეთით იქნება მეორე ძალიან ძლიერი სახელმწიფო, ეს არის ურარტუ. ეს არის ურარტუს ტერიტორია, ვანის ტბის ირგვლივ შეიქმნა, მისი დედაქალაქი ტუშპა მდებარეობდა ვანის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე და თქვენ ხედავთ მისი გაძლიერების ეტაპებს. ეს წითელი საზღვარი, ეს არის მისი ყველაზე ძლიერების ხანა და აი სამხრეთ საქართველოს ტერიტორია, ეს არის ჭოროხის ხეობა თითქმის მთლიანად და მდინარე მტკვრის სათავეები მთლიანად ექცევა უკვე მისი ინტერესის სფეროში. და ჩვენ ვჩდებით უკვე ურარტუს მეფეების წარწერებში. ეს არის მენუა, არგიშთი, რუსა, რით არის მნიშვნელოვანი ახლა ეს წარწერები? რა ინფორმაციას გვაძლევს? გარდა მოხსენებული არიან მმართველები, იმდროინდელი დიაოხის მმართველები, თქვა უტუპურსი, სიენი, ასია და ვარკვევთ რას აკეთებენ ჩვენი წინაპრები. განვითარებული არის მესაქონლეობა, განვითარებული არის ლითონის მოპოვება, იმიტომ რომ ვერცხლი და სპილენძი არის, რომელსაც ჩვენ ხარკად გვადებენ და განვითარებული არის მიწათმოქმედება. ეხლა საინტერესოა ერთი ესეთი წარწერა, ეს არის მე-8 საუკუნის 50-იანი წლები ქრისტეს შობამდე, მეფე არგიშთის წარწერა, როდესაც ის წერს, რომ მან აიღო სამეფო ქალაქი ილდამუსა და შეიპყრო მეფის ნაცვლები. რა თქმა უნდა, მეფის ნაცვალი არ წერია, იქ წერია ესეთი ტერმინი ლუირდი, რომელიც ითარგმნება როგორც მეფის ნაცვალი. და აქ ჩდება კითხვა, რას ნიშნავს სამეფო ქალაქი და ვინ არიან ეს მეფის ნაცვლები. ანუ ჩვენ ვართ უკვე სახელმწიფო, გვაქვს რაღაცა სტრუქტურა, თუ თქვათ, როგორც ის ხუთი მეფე იყო მუშქების, რაღაც ამდაგვარი გაერთიანების ამდაგვარ გაერთიანებასთან აქვს ურარტუს საქმე. როგორ გითხრათ, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. არის ვარაუდი, რომ ეს უკვე არის ჩამოყალიბებული სახელმწიფო. მეფე, სამეფო ქალაქი, მეფის ნაცვლები, მეფის ნაცვალი ას ნიშნავს? მეფის ნაცვალი ნიშნავს, რომ ის პროვინციებში არიან ესენი და ადგილობრივად მართავენ. ანუ რაღაცა სტრუქტურა უკვე არსებობს. არის განსხვავებული მოსაზრებაც. ერთი მინუსი ისაა, რომ ეს მეფის ნაცვალი ყველა ერთ ქალაქშია. როდესაც ილდამუსას აიღებს, სამეფო ქალაქს აიღებენ, მეფეს ვერ შეიპყრობენ, მაგრამ მეფის ნაცვლებს შეიპყრობენ. ჩდება კითხვა, ან ეს ყველა მეფის ნაცვალი რატო არის ერთად, ან სად არის მეფე? ახსნა არის, რომ შესაძლოა რაღაც ღონისძიება არის, რაღაცა რელიგიური დღესასწაულია, ყველანი ერთად შეიკრიბნენ და თქვათ, მტრის შემოსევის შემთხვევაში მეფე უფრო შიდა რაიონებში გაიხიზნა და ესენი დატოვა ქალაქის დასაცავად. ყოველ შემთხვევაში ერთი რამ ცხადია, რომ ეს არ არის ტომთა რაღაცა ჩვეულებრივი გაერთიანება. ეს არის უკვე სახელმწიფოებრიობის მქონე რაღაცა სტრუქტურა. ანუ ჩამოყალიბებულია უკვე ეს სახელმწიფო მმართველობა, ფუნქციები და ყველაფერი უკვე არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ურარტუ საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოა. აი თუ დაინახავთ, ურარტუ იქნება ჩვენსა და ასურეთს შორის, ამრუკაზე კი ასურეთის შემადგენლობაში შედის ურარტუ, მაგრამ ურარტუ დამოუკიდებელია. და აქედან გამომდინარე, ასურეთს უკეტავს
ურთიერთობას ჩვენს ამ ტომთა გაერთიანებებთან. ამიტომ ჩვენ ასურულ წარწერებში აღარ მოიხსენიებით, მაგრამ აი ამ დიაოხის და კოლხას მოხსენება ურარტულ წარწერებში საკმაოდ მნიშვნელოვანია. ეხლა აქ არის კიდე ერთი რამ, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა კიდე ერთ ძალიან მნიშვნელოვან სამყაროსთან. ეს არ არის იმპერია, მაგრამ თავისი გავლენით ძალიან მნიშვნელოვანი სამყარო არის. ეს არის სამყარო, რომელიც ჩვენ რუკაზე აი ვარდისფრად თუ იასამნისფრად არის აღნიშნული და ეს არის ბერძნული სამყაროა რა. ბერძნებმა ერთიანი სახელმწიფო არასდროს არ შეუქმნიათ მათ, თუ მე ალექსანდრე მაკედონელს არ ჩავთვლით. მაგრამ შექმნეს ძალიან მნიშვნელოვანი სივრცე, ბერძნული ცივილიზაციის სივრცე, რომელშიც ჩვენც აღმოჩნდით. აი აქ მივადგეთ ახლა ჩვენ ერთ ძალიან საინტერესო ამბავს. ეს არის თქვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი მითი არგონავტების შესახებ. მე რა თქმა უნდა მითზე არ ვისაუბრებ, ახლა ეს ყველასთვის ცნობილია, უბრალოდ აქ დგება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. რა ნახეს ბერძნებმა აქ რომ მოვიდნენ და როდის ნახეს? ბერძნებს ესეთი პრინციპი ჰქონდათ, რომ არაფრიდან არაფერი არ იქმნება, ანუ მითი ვერ შეიქმნებოდა სიცარიელეში. შეიქმნა იქიდან გამომდინარე, რომ აქ რეალურად რაღაცა მათ დახვდათ. და დახვდათ საკმაოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურა, რომელმაც მათზე გავლენა მოახდინა. როდის მოვიდნენ? აი ეს ძალიან საინტერესო. ეხლა შავი ზღვის კოლონიზაციას ბერძნები იწყებენ სადღაც ქრისტეს შობამდე მე-7-მე-6 საუკუნეებში. და აქედან ჩდება ბერძნული კოლონიები შავი ზღვის როგორც ჩრდილოეთ, ასევე აღმოსავლეთ სანაპიროზე, ეს ჩვენთვის კარგად ცნობილი, აი რუგაზეც აღნიშნული ეს ფაზისი და დიოსკურია. მაგრამ აქ არის ახლა ერთი საინტერესო რამ, თუ არგონავტების მითს გავიხსენებთ და არგონავტების მითის მოქმედ პირებს გავიხსენებთ, ჩვენ ადვილად ნახავთ, რომ ეს არის ტროას ომის წინარეთაობა. იმიტომ რომ თუ ბერძნული მითების აი ამ ქრონოლოგიას გავყვებით, ტროას ომი იწყება სწორედ არგონავტების ლაშქრობის შემდგომ. ტროას ომი როდის იყო, ახლა ეს მეტნაკლებად დღეს დადგენილია, სადღაც მე-12-მე-11 საუკუნეების საზღვარი არის ქრისტეს შობამდე. ანუ გამოდის, რომ ბერძნების პირველი ექსპედიცია აქ იყო სადღაც ქრისტეს შობამდე მე-12 საუკუნეში. რამდენად შეეძლოთ მათ ეს? აი აქ დგება ეს კითხვა. იმდროინდელი მათი საზღვაო ტექნიკით, გემებით, ზღვაოსნობის იმდროინდელი ცოდნით, რომელიც მათ ჰქონდათ, აქ ერთი პრობლემა არის, დინება შავი ზღვიდან მიემართება ხმელთაშუა ზღვისკენ, ამიტომ ბოსფორის და დარდანელში შემოსვლა ესე მარტივი არ იყო. იყო ფაზრი. ნაწილი თulis რომ კი ბატონო, ეს ესე ძველი არის, ეს მეორე ნაწილი თulis რომ არა, ეს სადღაც აგერ მე-7-მე-6 საუკუნეებში მოხდა. სიმართლე გითხრათ, მე ვფიქრობ, ხო, თან რა არის, ძალიან ეპიზოდური შემოსვლა გამოდის, ანუ შემოვიდნენ, მოვიდნენ, რაღაცა ნახეს და მერე სადღაც 400-500 წელს საერთოდ აღარ შემოდიოდნენ რა. ერთი მინუსი გვაქვს კიდე ჩვენ. აიეტის ქალაქი ვერ ვიპოვეთ. აი ეს ქალაქი, სადაც აიეტი ცხოვრობდა, ჩვენ კი ვამბობთ აიაკუტაია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვარასწორებთ. ეს ასე ვთქვათ კიდე ერთი მინუსია. მაგრამ მე პირადად ვთვლი, რომ ხო, ეს ეპიზოდური შემოსვლა იყო, რაც შეეხება ტექნიკურად რამდენად შეეძლოთ მათ ამის გაკეთება. აქ არის ერთი საინტერესო ამბავი, რაც მოხდა 1984 წელს. ეს არის ცნობილი ირლანდიელი მოგზაურის და მეცნიერის ტიმ სევერინის მიერ მოწყობილი ექსპედიცია. როდესაც მან ააგო ისეთივე გემი, როგორც იყო პრინციპში არგო, 1984 წელსაც ტექნიკა უკვე საკმაოდ განვითარებული იყო, მათ შორის ზღვაოსნობის, მაგრამ მას არაფერი არ გამოუყენებია. ერთადერთი ნიჩბები, ფიზიკური ძალა და იალქანი. და ფაქტობრივად გაიარა ის მარშრუტი, რომლითაც მოდიოდნენ არგონავტები და მოაღწია ფოთამდე. ანუ დაადასტურა, პრინციპში იგივე გააკეთა, რასაც ურჰეერდალი აკეთებდა, ხო, თავის დროზე, როდესაც ამ თავისი კონტიკით და რათი იმოგზაურა და ამტკიცებდა თავის თეორიებს, იგივე გააკეთა ტიმ სევერინმა, როდესაც პრინციპში დაადასტურა, რომ იმდროინდელი გემები და იმდროინდელი ცოდნით ზღვაოსნობისა ამის გაკეთება ყველაფერი აუცილებლად შესაძლებელი იყო.
ამიტომ ვიმეორებ მე ვთვლი რომ ეს ნამდვილად ესე იყო. თუმცა ვიმეორებ სადავოა. ამიტომ გითხარით მე რომ ასურეთის მეფის ტიგრად ფილესერ პირველის დაწერა 1012 წელი ქრისტეს შობამდე ეს უკვე უენჭველია. ამას ვერავინ ვერ შეეთავება, ეს წყალ არ გაუვა. ამას რომ ნამდვილად აი ასე დიდი ხნის წინ ჩვენ წინაპრები უკვე არსებობდნენ. აქ ერთ რაღაცასაც ვიტყვი, იცით? აი თუნდაც 1012 წლიდან დღემდე რო ავიღოთ, ხო 3000 წელზე მეტი გამოდის რა. აი ამ 3000 წლის მანძილზე ჩვენ მუდმივად გვიწევს ომი, ბრძოლა და გვიწევს ურთიერთობა აი ამ დიდ სახელმწიფოებთან, დიდ ცივილიზაციებთან. ეს გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, ჩვენზეც და გავლენას ახდენს ხასიათის ჩამოყალიბებასაც. ერთხელ თქვა მე რა მამარდაშვილმა თავის ლექციაზე ზეპირად და მე არ ვიცი მე მან ეს დაწერა თუ არა ეხლა, იმიტომ რომ მე ასე ყველაფერი რაღაც ამიგითხავს. მან თქვა ეს საინტერესო რამე რომ აი ამ მუდმივმა ურთიერთობამ დიდ სახელმწიფოებთან, მტრებთან გამოიწვია ქართული ხასიათის ჩამოყალიბება, რომ ქართველები გავხდით ცოტა ამაყები, ამპარტავნები, ესეთი ცოტა ზედმეტი თავმოყარეობაც გვაქვს, იმიტომ რომ მტერს რო დახვდეთ და მუდმივად ებრძოლე, ესეთი უნდა იყო. ხო, მუდმივად ეხლა თუ მშვიდობის ყოფილი ხარ, ყველაფერზე თავს ხრი, ყველაფრის არჩევ რო იცით რა, არ ვიომოთ, მაშინ ყველა დაგიმგრობს. ანუ ჩვენ ცოტა ისეთი უნდა იყო. კონდეს რაღაცა, ბრძოლის უნარიანობა უნდა გქონდეს, წინააღმდეგობის უნარიანობა უნდა გქონდეს და ეს ჩამოგვიყალიბდა, იმიტომ რომ მუდმივად ასეთ არეალში ვარსებობთ ჩვენ. და ეს კარგია, მაგრამ ის რაც ჯოხს ყოველთვის ორი ბოლო აქვს, ის რაც კარგია მტერთან ურთიერთობაში, ცუდი აღმოჩნდა შიდა ურთიერთობაში. ანუ ხვდებით რასაც გულისხმობ. უკვე ერთმანეთში დალაპარაკება გახდა პრობლემა, იმიტომ რომ ყველა ესეთები ვართ, ყველა ამაყები ვართ, ყველა ბრძოლის უნარიანები ვართ და აი ეს ძალიან საინტერესო დასკვნა მქონდა და მე მეცოდა ფიქრი, ხო ესეა ნამდვილად აი ამ ჩვენმა მუდმივმა ურთიერთობამ ამ დიდ სახელმწიფოებთან და მუდმივმა ბრძოლამ არსებობისათვის, პრინციპში საკუთარ სახელმწიფოს დაცვისათვის ჩვენზე ეს გავლენა მოახდინა. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ბერძნულ სამყაროსთან ურთიერთობა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენზე გაცილებით წინწასული ცივილიზაცია და უამრავი რამ ვისწავლეთ და უამრავი რამ იქიდან გადმოვიღეთ. კიდე ერთი რამეა ძალიან საინტერესო ამ მითში. აიეთი ჰელიოს შთამომავლია. ხო, ანუ მანდამაინც ბარბაროსად არ მიიჩნევენ. ანუ რაღაცა დონე გქონდა ჩვენ და მანდამაინც ეს დიდი ბარბაროსები არ ვიყავით. როდესაც ჩვენ ნახეთ ეს საქართველოს რუკა რა, მე მაშინაც გითხარით, რომ პრინციპში ჩვენთვის პრობლემა არის სამხრეთი, იმიტომ რომ სამი მხრიდან მეტნაკლებად დაცული ვართ. აი ამ სამხრეთში მუდმივად არის ეს დიდი სახელმწიფოები და პრინციპში რაც გალაქტიონმა თქვა ორზღვაშუა საომარი იყო ლელო, ნამდვილად აი ამ საბრძოლო არეალად ბრძოლის ველად ვართ. აი ეს პრინციპი სამხრეთი დიდი სახელმწიფოები თითქმის ყოველთვის ნარჩუნდება. თქვათ პონტო და სპარსეთი, რომი და პართია, რომი და სპარსეთი, ბიზანტია და სპარსეთი, ბიზანტია სელჩუკები, ოსმალეთი და ირანი, ანუ ეს მუდმივად არის და ჩვენ ვართ ამ ბრძოლის ასპარეზზე და ჩდება მთავარი კითხვა, იმერა რა უნდათ? რას მოისწრაფიან ამ ჩვენ ტერიტორიაზე? რა არის აქ ახლა ესეთი მნიშვნელოვანი, რომ ეს დიდი სახელმწიფოები ინტერესდებიან ჩვენით? გზა. სავაჭრო გზა. ახლა აბრეშუმის დიდი გზა, თავარი მარშრუტი არ გადიოდა კავკასიაზე, მაგრამ მას რამოდენიმე მარშრუტ განშტოება ჰქონდა ამ დიდი აბრეშუმის გზას და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამდვილად გადიოდა კავკასიაზე. კასპიის ზღვიდან მტკვარი, მტკვრიდან ლიხის ქედი, მდინარე ფაზისი, ანუ რიონი, რომელიც მაშინ ნაოსნობისთვის სრულიად გამოსადეგი იყო, ქალაქი ფაზისი და მერე ევროპული სამყარო. ეს გზა მოქმედებს, ნამდვილად მოქმედებს და ეს გზა ჭირდება. რატო არის ესე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების კონტროლი? იმიტომ არის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების კონტროლი, რომ პირველ რიგში ეს არის შემოსავალი. ერთ-ერთი უნიშნულოვანესი სახელმწიფოსათვის ეს არის შემოსავალი, იმიტომ რომ ყველა ვაჭარი იხდის ბაშს. მეორე ეს არის გავლენა. ეს არის გავლენა, პოლიტიკური გავლენა, იმიტომ რომ მე რომ ამ გზას ვაკონტროლებ, მე ვისაც მინდა იმას გავუშვებ, ვისაც მინდა ბევრს გადავახტევინებ, ვისაც მინდა ცოტას გადავახტევინებ, ანუ მე ვაკონტროლებ და ამიტომ ამ გზას კი არ ვაკონტროლებ, ამ გზის დასაწყისსაც და ბოლოსაც ვაკონტროლებ, იმიტომ რომ მე თუ ეს გზა ჩავკეტე, ამათ შორის კავშირი
იკარგება. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანი არის ეს სავაჭრო გზები. მე ხშირად ვადარებ ხოლმე დღევანდელ ნავთობსადენებს და გაზსადენებს. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ხა დღესაც მათი კონტროლი. აი ეს გზა ინტერესებთ მათ. როდის მოქმედებს ეს გზა? ეხლა ასურელებს ეს გზა ნაკლებად აინტერესებდა ურარტუელებს, ისინი უბრალოდ მოქმედებენ იმ პრინციპიდან, რომ ძლიერები ვარ და გვინდა ამ ტერიტორიას დაკავება, მაგრამ ჩვენ გვაქვს მინიმუმ ქრისტეს შობამდე მეოთხე საუკუნეში ეს გზა უკვე აინტერესებთ. ვის აინტერესებს? აინტერესებს სელევკიდების სამეფოს დამაარსებელს, სელევკოს პირველს. ეხლა აქ საინტერესო ერთი რამეა, სანამ სელევკოსამდე მივალთ, უნდა შევეხოთ ერთ ძალიან ცნობილ ამბავს და ძალიან ცნობილ პიროვნებას. ხო, ну მანამდე ჩვენ სპარსეთის სახელმწიფო განვიხილოთ. ეს უზარმაზარი იმპერია, რომელიც შეიქმნა ალბათ რომის იმპერიის შექმნამდე ძველ მსოფლიოში ამხელა სახელმწიფო არსებობდა. ну თქვენ თვითონაც ხედავთ, რუკაზე მოიცავს მთელს იმ დროინდელ ძველ აღმოსავლეთს, ხო, ინდოეთიდან დაწყებული, მცირე აზიამდე მოყოლებული, კიროს დიდის მიერ შექმნილი და დარიოს პირველის მიერ რეფორმირებული და გაძლიერებული ეს სახელმწიფო. დარიოსის ეს ცნობილი ადმინისტრაციული რეფორმა, რომელიც ოდესაც მან სამეფო დაყო სატრაპიებად და აი ცნობილი მე-19 სატრაპია, იქ ცხეთა და მე-19 სატრაპია, რომელშიც შედიან ქართული ტომები, სამხრეთ საქართველოს ტომები, დასავლეთ საქართველოს კოლხეთი დარჩა დამოუკიდებელი, თუმცა კოლხეთი ამ დამოუკიდებლობისათვის იხდის გადასახადს, ეს არის 5 წელიწადში ერთხელ 100 გოგო და 100 ბიჭი. ეხლა ეს 100 გოგო და 100 ბიჭი კოლხები არიან თუ კოლხების მიერ დამორჩილებული ხალხიდან და ტყვეები არიან წამოყვანილი, ეს არ ვიცით. სავარაუდოდ არ არიან კოლხები, ხა მან და მაინც თავისიანებს არ გაწირავდნენ. ეხლა მათაც ყავთ დამორჩილებული ტომები და ალბათ იქიდან არის ეს 100 ქალი და 100 ბიჭი. თუ თქვენი შვილი არ კითხულობს, მაშინ ეს ის ადგილია, სადაც უნდა გვესტუმროთ. ფასკუნჯი გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა. ეხლა აქ დგება ძალიან საინტერესო საკითხი. სპარსეთმა კოლხეთი არ დაიპყრო, იმიტომ რომ აქ შეხვდა დიდი წინააღმდეგობა, თუ არ დაიპყრო, იმიტომ რომ უბრალოდ არ ჯიდებოდა. არის ხოლმე ესეთი რაღაცები. ეხლა ცოტა უფრო აქეთ რო გადმოვიდეთ, თქვა მე-17-18 საუკუნეებში მოვიდეთ, დასავლეთ საქართველო და ოსმალეთი. ოსმალეთმა დაიპყრო 1/13 საქართველო, მესხეთი დაიპყრო და თავის ვილაიეთად აქცია და დასავლეთ საქართველოში ამას არ ცდილობს თუ ვერ ცდილობს. ეს ძალიან საინტერესო არის, ეს მოსაზრება რომ არ ცდილობს. და მარტივი ახსნა აქვს, რატო არ ცდილობს. იმიტომ რომ თუ ოსმალეთი დაიკავებს დასავლეთ საქართველოს და მას აქცევს თავის ვილაიეთად, მაშინ მან უნდა შეთქვიტოს ტყვეთას კიდვა. ტყვეთას კიდვა საკუთარი ვილაიეთიდან ხალხს მორ გაკეთდეს და ტყვეთას კიდვა ძალიან მომგებიანია. და არის ესეთი თვალსაზრისი, რომელსაც პრინციპში მეც ვეთანხმები, რომ არ ჭირდება და არ იპყრობს. და აქაც შეიძლება ესეთი ვითარებაა. ყოველ შემთხვევაში აზრი იყოფა, ნაწილი თulis რომ ესა, მეორე ნაწილი თulis რომ არა, კოლხებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და სპარსეთს უბრალოდ აღარ უღირდა ამის გაკეთება. ჩვენ და იწყება, რა თქმა უნდა, ეს არის ეპოქა, როდესაც ერთმანეთს ორი დიდი სამყარო უპირისპირდება. ესაა ბერძნული სამყარო და ეს არის აქემენიანთა სპარსეთის სამყარო. ეხლა ბერძნებისთვის აქემენიანები ხო ალბათ ბარბაროსები იყვნენ თანამ თავისი წვერებით რა, მაგრამ აქემენიანებმა თავის უზარმაზარი კულტურა შექმნეს. აბსოლუტურად სხვადასხვა სამყაროა, აბსოლუტურად სხვადასხვა ღირებულებები აქვს. ეხლა აქემენიანთა სახელმწიფოში სოკრატე ვერასდროს ვერ გიარსებებდა. გამორიცხულია, ხო? ოდესაც აი ცნობილი თერმოპილეს ბრძოლა რომ უნდა გაიმართოს და ქსერქსე ვერ ხვდება, როგორ შეიძლება მცირერიცხოვანმა ბერძნებმა მის უზარმაზარ არმიას გაუწიონ წინააღმდეგობა, არმია რომელშიც სხვათა შორის ჩვენი წინაპრებიც იბრძვიან. აი მე-19 სატრაპიიდან გაყვანილი მეომრები არიან უზარმაზარ არმიაში, ხო? ეს ისეთი კონგლომერატია ერებისა, რაც სპარსეთმა შექმნა და მათ შორის ჩვენ ვიბრძვით, ასე ვთქვათ, მონაწილეობთ ჩვენ საამ ბრძოლაში და მას გეუბნებოდით, რომ ქსერქსე ვერ იგებს, როგორ შეიძლება ამ მცირერიცხოვანმა ბერძნებმა მის არმიას გაუწიონ წინააღმდეგობა და მის მხარეს ყოფი ბერძნები, ეს სპარტადან გაქცეული ბერძნები არიან, მას ეუბნებიან, რომ იმიტომ რომ შენ არ იცი რა არის თავისუფლება. შენ არ იცი რა არის თავისუფლება და რამდენად მნიშვნელოვანია ბერძნებისთვის თავისუფლება და შენ ვერ ხვდები ისინი ამისთვის როგორ იბრძოლებენ. ხო, ქსერქსემაც არ იცოდა რა იყო თავისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ შახია, იმიტომ მან იცის რა არის მონური მორჩილება, მაგრამ არ იცის რა არის
თავისუფლება. ხო, რატო შევჩერდით ახლა ჩვენ ამ სპარსეთის იმპერიაზე, იმიტომ რომ მუდმივი არაფერი არ არის და მათ შორის სპარსეთის იმპერიაც დაეცა და დასცა ის ალექსანდრე მაკედონელმა. აი აქ გვაქვს ერთი პარადოქსული შემთხვევა. ალექსანდრე ალბათ არის ერთ-ერთი იმ იშვიათ დამპყრობელთაგანი და მისი იმპერია ერთ-ერთი იმ იშვიათ იმპერიათაგანი, რომელიც არ დაინტერესდა სამხრეთ კავკასიით. უბრალოდ არ დაინტერესდა. საქართველოში არ ულაშქრია, საერთოდ სამხრეთ კავკასიაში არ ულაშქრია, გაცილებით სამხრეთით გაიარა და ახლა გვახსენდება ქართლის ცხოვრება, სადაც წერია, რომ ალექსანდრე იყო საქართველოში. იყო, მოვიდა, ქართველები დაგვამარცხა, აზო დანიშნა და წავიდა. და ჩდება მარტივი კითხვა კი, მაგრამ ამ კაცს არ ულაშქრია. და რატო გაჩნდა, საიდან გაჩნდა ქართლის ცხოვრებაში ეს ჩანაწერი? პარადოქსია, რატო გეუბნებით, იცი, კაცს არ ულაშქრია და ვამბობთ, რომ ილაშქრა. და არა მარტო ვამბობთ, რომ ილაშქრა, არამედ გვიამაყება კიდეც, რომ აქ ილაშქრა. ამას აქვს ერთი ესტიმატი ახსნა. ალექსანდრე იმდენად დიდი პიროვნება იყო, იმდენად დიდი რაღაცა გააკეთა, ის კი დამპყრობელია და ყველას იპყრობს, მაგრამ ამავე დროს ის ამ უბრალო დამპყრობაზე მაღლა დგას. სპარსელები რო იპყრობენ, იმიტომ რომ ხარკი აიღონ და თქვათ ჯარში გაგიწვიონ და ალექსანდრე იპყრობს, ის ქმნის ახალ სივრცეს. ალექსანდრე არის პირველი გლობალისტი. აი ეს მისი ცნობილი ამბავით თავის მეომრები რო სპარსელ ქალებზე დააქორწინა და დედაქალაქიც ბაბილონში გადაიტანა, ეს ნიშნავს, რომ ის აღარ განიხილავს საქმიანებს, როგორც მოწინააღმდეგეს, სპარსულ სამყაროს, როგორც მოწინააღმდეგეს. ის ქმნის ერთიან სივრცეს, ერთიან გლობალურ სივრცეს და იმდენად დიდი პიროვნებაა, რომ შემდგომში ყველა ცდილობს დაუკავშირდეს ალექსანდრეს. და აი უამრავი ალექსანდრიანა იქნება, უამრავი ისტორიული თხზულებები, ლეგენდები მასზე და ყველა ცდილობს რაღაცნაირად აი ამ დიდ კაცს დაუკავშირდეს და აი არის ახსნა, რომ აქედან გაჩნდა ქართლის ცხოვრებაში ეს ჩანაწერი, რომ ალექსანდრემ აქ ილაშქრა. ანუ ჩვენს წინაპრებს სურდათ თავისი თავი დაეკავშირებინათ მსოფლიო ისტორიაში მიმდინარე აი ამ უზარმაზარ მოვლენასთან, რასაც ერქვა ალექსანდრე მაკედონელი. ალექსანდრე ვიმეორებ ჩვენით არ დაინტერესდა, მაგრამ აი ალექსანდრეს სახელმწიფო რო დაიშალა და დიადოქოსების ბრძოლა დაიწყო და სელევკოსმა შექმნა ეს დიდი სელევკიდების სამეფო, აი სელევკოსია პირველი, ვინც ინტერესდება რეალურად რაც ვიცით, ინტერესდება აი ამ ტრანსკავკასიური სავაჭრო გზით. ჩვენ ვიცით პიროვნებაც კიდე, მისი ერთ-ერთი სადალი პატროკლე, რომელსაც ის საგანგებოდ აგზავნის კასპიისპირეთში, იმისათვის რომ პატროკლემ დაზვეროს ეს გზა არის მოქმედებს თუ არ მოქმედებს და რამდენად შეიძლება მოქმედებდეს. ანუ აი უკვე იმ დროს მინიმუმ ქრისტესშობილ მეოთხე საუკუნეში სამხრეთ კავკასია უკვე ექცევა არა მარტო იმიტომ დიდი სახელმწიფოების ინტერესებში რომ მას უბრალოდ მის ტერიტორიის დაკავება უნდათ. არა, უბრალოდ იმიტომ რომ აქ უკვე გადის სტრატეგიული გზა და მისი ფლობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. და იწყება დაპირისპირება ორ დიდ სახელმწიფოს შორის, ეს არის პონტოს სამეფო და ეს არიან სელევკიდები. და ეს ძალიან კარგად არის ქართლის ცხოვრებაში აღწერილი. ოდესაც ფარნავაზი აჯანყდება და აზოს დაამარცხებს, ის უკავშირდება ანტიოქოსს, ესე წერია ქართლის ცხოვრებაში. ეს ახლა ჩვენ ფარნავაზის მოღვაწეობის ზუსტი ქრონოლოგია არ ვიცით, რომ გეხსენებათ. ნუ მეტნაკლებად ითვლება, რომ თქვა სადღაც ქრისტესშობამდე 284 წელს გამეფდა, მაგრამ ეს პირობითია. საერთოდ იმასაც გეტყვით, რომ ერთი პერიოდი საერთოდ ითვლებოდა, რომ ფარნავაზი არ არსებობდა. თქვენ რომ ნახოთ ივანე ჯავახიშვილის ქართველი ეს ისტორია, ის იწყებს პირველი საუკუნიდან პონტოსის ლაშქრობით. იმიტომ რომ თვლიდა ბატონ ივანე, რომ ეს ყველაფერი მოგონილია, ზღაპრულია. ახლა ბატონ ივანე გარდაიცვალა 1940 წელს, არქეოლოგიური გათხრები კი იყო დაწყებული მცხეთაში და არმიაში, მაგრამ არ იყო ამ მასშტაბების. რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ მე ეს ყველაფერი დადასტურდა არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ის ქალაქების არსებობაც, ის უგლისის ყველაფერი. თუმცა რჩებოდა ერთი მომენტი, რომ ამ ფარნავაზზე მარტო ქართლის ცხოვრება და ნუ თქვათ მოქცევა მოკლედ მოგვითხრობს. სხვაგან არსად ეს ფარნავაზი არ წერია და იყო, არ იყო, თან რა არის, იცით, კაცი რომელმაც შექმნა სამეფო, გაატარა ადმინისტრაციული რეფორმა, შემოიღო კერპი, შექმნა ამბანი, როგორ ერთმა კაცმა. ამიტომ იყო ესეთი ვარაუდი, რომ არა, ეს კაცი მოგონილია, ეს ყველაფერი მოხდა სხვადასხვა დროს, უბრალოდ ფარნავაზის დროს ეს მიეწერა ყველაფერი ფარნავაზს და მივიღეთ ესეთი ლეგენდარული პიროვნება. თუმცა მე გამოჩნდა ძალიან საინტერესო საწერები.
წყაროები, მაგალითად, ფავსტოს ბუზანდი, ესეთი მეხუთე საუკუნის ისტორიკოსი, რომელიც წერს, რომ მესამე-მეოთხე საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში მეფობენ ფარნავაზიანები, დინასტია. ფარნავაზიანი ნიშნავს ფარნავაზის შთამომავალს. იანი არის ძველი ქართული ფორმა გვარის დაბოლოების და ნიშნავს იგივეს, რასაც ზედაშვილი. სვანურმა შემოინახა ეს იან დაბოლოება, ხო? სვანური გვარები ხო ეს თავდება რა? ხო შორს ვარ წავიდეთ ადამიანი, ადამის ძე, ადამიანი, იანი, ანუ და აი ეს ფარნავაზიანი სწორედ მიუთითებს იმაზე, რომ ვერ იქნება ფარნავაზიანი თუ არ არის ფარნავაზი. უფრო მეტიც არსებობს ესეთი თქვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი არმაზის ცნობილი ბილინგვა სერაფიტას მოხსენიებით. მე ვარ სერაფიტა, ასული ძე ვაქვს მცირე პიტიახშისა, რომელიც გარდაიცვალა 24 წლის თუ არ ვცდები, უაღრესად ლამაზი. ეხლა ეს არამეული ტექსტია და მისი წაკითხვა სხვადასხვანაირად ხდება. გიორგი წერეთელმა წაიკითხა პირველად ისე როგორც მე გითხარით, მაგრამ შემდგომ კოტე წერეთელმა ცოტა სხვანაირად წაიკითხა. სერაფიტას მეუღლე არის იოდმანგანი. აი კოტე წერეთლის საკითხვით წერია იოდმანგანი, რომელიც არის მეფის ეზოს მოწყორი, რომელმაც დაასრულა ის, რაც ვერ დაასრულა ფარნავაზმა. ნუ ფარნავაზი თუ არ იყო იოდმანგანს რა უნდა დაესრულებინა. ანუ ქართლის ცხოვრების გარდა ჩვენ კიდევ გვაქვს წყაროები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ეს მეფე ფარნავაზი არსებობდა და ძალიან საინტერესოა ის ქართლის ცხოვრების ეს მომენტი, როდესაც ფარნავაზი უგზავნის ამბავს ანტიოქოს და რატო დავიწყე მე, რომ ჩვენ ზუსტი ქრონოლოგია არ ვიცით, იმიტომ რომ ეს ანტიოქოსი ან არის ან სელევკოს პირველი, ან მისი ვაჟი ანტიოქოს პირველი. არა აქ ახლა ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა, ფაქტია, რომ ფარნავაზი აგზავნის სელევკიდებთან ელჩს და იქიდან იღებს გვირგვინს. არა საინტერესოა, ლეგიტიმაციას იღებს. ეს ძალიან საინტერესო საკითხია. რა შემთხვევაში შეიძლება მართველი მეფედ ჩაითვალოს, ის რომ მან მხოლოდ თავისთავად მეფედ გამოაცხადა საკმარისია? არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში რაღაცა ლეგიტიმაცია ჭირდება საზღვარგარეთაც, რა? და განსაკუთრებით თორსა აი ესეთი დიდი სახელმწიფოსაგან, სელევკიდებისაგან იღებს ლეგიტიმაციას, იქ წერია რომ გვირგვინი გამოუგზავნა. ეს უკვე მნიშვნელოვანია. ანუ ფარნავაზი ძალიან კარგად ხვდება, რომ აი ამ ვითარებაში, როდესაც მიმდინარეობს ბრძოლა, მას ჭირდება მოკავშირე. და ვინ არის მეორე მხარე? მეორე მხარე არის აზო, რომლის უკანაც სავარაუდოდ დგას პონტოს სამეფო. ანუ მეორე დიადოხოსის მიერ შექმნილი სამეფო და ეს ორი სახელმწიფო უპირისპირდება ერთმანეთს, ორივეს ყავს თავის წარმომადგენელი, ერთს ყავს აზო, მეორეს ყავს ფარნავაზი. ეხლა რაც შეეხება ქართლის ცხოვრების ცნობას, რომ აზო მაკედონელი იყო, ну, ახლა დღეს უკვე ამას არავინ აღარ თვლის რეალურად. აზო ორი ვერსია ან არის უშუალოდ პონტოს სამეფოს წარმომადგენელი და პონტოს არისტოკრატიის წარმომადგენელი, ან მეორე მოსაზრება, რომ აზოც ქართველი არის, ქართული წარმომავლობის არის, სამხრეთ საქართველოსდან არის. აი ჩვენ რომ 19 სატრაპია ვახსენეთ, ის არის სწორედ სამხრეთ საქართველო. ესე წერია ხო ქართლის ცხოვრებაში, რომ აზო წავიდა არიან ქართლში. და იქიდან მოიყვანა თავისი ნათესავები, მამამძუძეები. აი ძალიან დიდხანს არ იცოდნენ ეს არიან ქართლი რა არის, ხო ცოტა რთული გასაშიფრია. რამდენიმე წლის წინ ერთი ფანტასტიკური ნაშრომი წავიკითხე, რომ არიან ქართლი, არიანი ეს არიელები არიან და ინდოეთშია. ну ესეთი უცნაური მოსაზრებები გვხვდება ხოლმე საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით. ჩემი ლექტორი ქალბატონი მარიკა ლოთქიფანიძე იყო, რომელმაც პირველივე ლექციაზე გითხრა ესეთი რამე, რომ ჩვენო იმდენად ძველი და ძველი ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია გვაქვს, რომ არაფრის მოგონება არ გჭირდება. ნამდვილად არ გჭირდება, ხო? ძალიან ძველი და ძალიან მდიდარი ისტორია გვაქვს და სრულიად საკმარისია ის, რასაც ჩვენ და ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ და არ გჭირდება ნამდვილად არაფრის მოგონება, იმიტომ რომ რაღაცებს რო იგონებთ, მე ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდებით ხოლმე. ამიტომ არიან ქართლი, ეს არის ირანის ქართლი. ირანის ქართლი სწორედ არის 19 სატრაპია, აზო იქიდან არის. ეს არის სასპერების დიდი გაერთიანება, როგორც ჩანს. ჰეროდოტე წერს, რომ ზღვიდან ზღვამდე სპარსეთის ყურიდან შავ ზღვამდე ცხოვრობს 4 ხალხი. სპარსელები, მიდიელები, სასპერები და კოლხები. ახლა მიდიელები და სპარსელები გასაგებია, ხო? კოლხებით და აი სასპერებიც დასახელებული არიან მათ შორის და სავარაუდოდ მათი წარმომადგენელი არის აზო. ანუ აზო ფარნავაზის დაპირისპირება ეს არის ორი ქართული პოლიტიკური ერთეულის დაპირისპირება, რომელთან უკან დგანს ორი დიდი სახელმწიფო. ერთის უკან რა ქვია
პონტო მეორეს უკან სელევკიდები. კიდე ერთი რაც ადასტურებს, რომ აზო სამხრეთ საქართველოსთან არის. ქართლის ცხოვრების მიხედვით ფარნავაზმა საქართველოს ტერიტორია დაიკავა ბრძოლის გარეშე, ერთადერთი პროვინცია, სადაც მას მოუწია ბრძოლა არის კლარჯეთი. რატო კლარჯეთი? იმიტომ რომ იქიდან არის. აზო სამხრეთ საქართველოსთან არის, კლარჯეთი სამხრეთშია. და იქ მას მომხრეები ყავს და ერთადერთი პროვინცია, სადაც მას ფარნავაზს უწევს ომი და ბრძოლა, ეს არის სწორედ კლარჯეთი. და ერთი საკითხი, ხა რახან აზო ვახსენე და აი ეს ცნობილი ცნობა, რომ აზომ არიან ქართლიდან ვიღაცები მოიყვანა, ეს საკითხი უკავშირდება ისეთ ურთულეს და უმძიმეს საკითხს, როგორიც არის ჩვენ წარმომავლობა. ვინ ვართ, საიდან გავჩნდით, როგორ გავჩნდით და როგორ აღმოჩნდით აქ. აქ რა, ეხლა ეს არის საკითხი, რომელიც ყოველთვის ყველას აინტერესებს. და ოდნავ განათლებული საზოგადოება თუ არის, ის ყოველთვის ინტერესდება ამით. და ცხადია, ჩვენ წინაპრებიც ამით ინტერესდებოდნენ. ჩვენ ქართულ წერილობის წყაროებში გვაქვს ორი ვერსია. ნუ ერთი არის მარტივი ვერსია, ბიბლიური ვერსია, რომელიც არაფერი ამაში გასაკვირი არ არის. ნოეს სამი შვილი, იაფეთის შვილის შვილი თარგამოსი და თარგამოსის 8 შვილი ჰაოს ქართლოს ბარდოსი და ქართლოსის ვაჟები, ანუ ქართლოსი არის მამთავარი. ეს არის ბიბლიური სქემა, რომელიც ლეონტი მროველთან წერია. ლეონტი მროველი არის მე-11 საუკუნე. სავარაუდოდ რაღაც წყაროებს იყენებს. სრულიად უნებრივია, რომ ბიბლიური სქემა არის, ხო? ახლა სხვანაირად როგორ შეიძლება იყოს შუა საუკუნეებში. თუმცა აქ ჩნდება კიდევ ერთი მომენტი. მე-11 საუკუნეა. საქართველოს კი ჯერ სელჩუკებს ებრძვის, მაგრამ პრინციპში უკვე ჩანს პერსპექტივა, რომ საქართველოს რეგიონში ყველაზე ძლიერი იქნება. ამიტომ დღის წესრიგში დგება არა მარტო საქართველოს გაერთიანების საკითხი, არამედ რეგიონის, ანუ სამხრეთ კავკასიის გაერთიანების საკითხი და სამხრეთ კავკასიის გაერთიანება, როგორც ჩანს, მარტო ძალა არა, იდეაც არის საჭირო, იდეოლოგიური შემზადებაა საჭირო. არის ესეთი მოსაზრება, რომ იდეოლოგიური შემზადებისათვის აკეთებს ამას ლეონტი მროველი. ჩვენ კავკასიელები ყველანი ერთი წარმომავლობის ხალხი ვართ, ამიტომ რადგან ერთი წარმომავლობის ხალხი ვართ, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. ეს ძალიან საინტერესო მოსაზრებაა. სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით, ლეონტი სასულიერო პირია, რუისის ეპისკოპოსია და სრულიად უნებრივია, რომ ამ თეორიას იზიარებს და ის მეორე მომენტი, თქვათ, იდეოლოგიური შემზადება არც ამას არ გამოვრიცხავ. ეს ერთი სქემა და მეორე სქემა, რომელიც არის მოქცევა ქართლის საიში, რაზეც მე გესაუბრეთ, როდესაც აი ეს წერია, რომ აზო წავიდა, ხოლო აზო წავიდა არიან ქართლად, მამისათვის ისა და წარმოიყვანა 8 სახლი და 10 მამამძუწენი და აი ესე, ასე ვთქვათ, მეორე მოსაზრება არის ეს, რომ მოსახლეობის ნაწილი მოვიდა სამხრეთ კავკასიის, უფრო სამხრეთიდან, ვიდრე დღეს ჩვენ ცხოვრობთ. აი ეს ქართველური ტომების მოძრაობა სამხრეთიდან უფრო ჩრდილო აღმოსავლეთით ეს მართლა შეინიშნება. და შეინიშნება ჩვენს მიერ ნახსენები მუშკების მაგალითზე. იმიტომ ჩვენ ნახეთ მუშკები იყვნენ სადღაც ჭოროხის სათავეებში და გადასული იყვნენ ევფრატის სათავეებში და მუშკებს უკავშირდება ისეთი მარტივ რაღაც, როგორც არის პროვინცია მესხეთი. მესხეთი დაარსებულია რა. და მუშკებს უკავშირდება ისეთი ქალაქის სახელი, როგორც არის მცხეთა. მესხთა. ანუ აშკარად ჩანს, რომ ეს ხალხი მოიწევს ჩრდილოდ აღმოსავლეთით, მესხეთი, მერე მცხეთა და ანუ ეს შიდა მოძრაობა აი ამ განსახლების არეალში და მე გითხარით, ჩვენ წინაპრების განსახლების არეალი გაცილებით უფრო ვრცელი იყო, ვიდრე დღევანდელი საქართველო, უფრო სამხრეთით იყო. აი აქ ეს ხდება და ხდება ცენტრის გადანაცვლებაც, ხო, პოლიტიკური და კულტურული ცენტრის გადანაცვლებაც. ეს რასაც ჩვენ თვლიდით, რაც შეეხება უცხოელებს, ნუ რა თქმა უნდა ბერძნები, რომლებსაც ძალიან აინტერესებდა ჩვენი წარმომავლობა, უბრალოდ ბერძნები ერთმანეთსაგან მოგეხსენება თქვენ ყოფდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ცხოვრებლებს, დასავლეთ საქართველოში კოლხები ცხოვრობენ, რომელიც ჰეროდოტეს აზრით არიან ეგვიპტელები. სულ მიკვირს რატო დაწერა ჰეროდოტე? თვითონ კი ეხსნის რატო დაწერა, იმიტომ რომ ფიზიკურად გვანანო. და თქვა წინადაცვეთა ცელის მოყვანა, ანუ ფიზიკური მსგავსება და ცხოვრების წესი, მაგრამ ეგვიპტელები ჰეროდოტეს მიხედვით არიან მაღალი შავგვრევანი და ხუჭით თმიანი.
ამის ახლა კოლხები მაღალი შავგრემანი ხუჭითვიანი არ ვიცი მე კოლხები მეუბნებიან ჩვენ მაღალი ცისფერთვალა და ქერათმიანები ვიყავით არ ვიცი ნუ ისეთი ინფორმაციაც ტრიალებს რომ ეგვიპტის ფარაონები ქართველები იყვნენ და ბოლო გენეტიკურმა კვლევებმა ეს დაადასტურაო და ნუ აი რა გითხრათ იცით ისეთი რაღაცეები იწერება რომ მე არ ვიცი ამას ვიღაცა სპეციალურად იგონებს თან იცით რა არის ნუ ზოგჯერ აი ამ სოციალურ ქსელებში გამოჩნდება რაღაცა ინფორმაცია რომელიც წალეკავს აბსოლუტურად ყველაფერს მაგალითად ერთი პერიოდი იყო ესეთი ინფორმაცია რომ დავით აღმაშენებელმა რუის ურბნისის კრების შემდეგ სამღვდელოებას ქუსლები დააჭრა ჯერ კითხვა ჩდება ქუსლები რატო ხო ნუ სოფლიოში არსად არის თბილის მოჭრა გამიგია ხელი ბაქუს თან არსად არ წერია არსად საქმე იქამდე მივიდა რომ ერთმა ჩვენმა კოლეგამ სალონე ძალიან კარგმა ისტორიკოსმა უბრალოდ დამირეკა და მკითხა რამე ახალი წყარო იპოვეთო რა იყო მეთქა მე არ ვიცი და სათკითხულობა არც მე არ ვიცი მე ვთქვა ამიტომ ეს რაღაცა რომ პირამიდა ქართველები აშენებდნენ და რაღაცები ნუ და ტუტანხამონი ქართველი იყო ეხლა ესეთი რაღაცები ხდება ჩვენ ხო, მე გეუბნება, ნუ არ იცი და ან გვიმალავ, ეს არის ძალიან პოპულარული, აი განსაკუთრებით ეხლა ამ ბოლო დროს, რომ საბჭოთა პერიოდში ისტორიას მალავდნენ და ჩვენ დღემდე ვასწავლით არასწორ ისტორიას. ეხლა საბჭოთა პერიოდში ისტორიას მალავდნენ და სხვანაირად წერდნენ, ეს ერთია, მაგრამ აი ეს ფაქტები, რაზეც ეხლა აქვთ სურვილი თქვა, ჩვენ შუმერების თავმოვლები ვიყავით და ხეთების თავმოვლები ვიყავით და უბრალოდ ისინი იყვნენ ქართველები. ამას არავინ არ მალავს, უბრალოდ ისტორია წინ წავიდა და თუ რაღაცა მოსაზრება ადრე იყო თეორიულად, დღეს ან დადასტურდა, ან უარყოფილი იქნა რა. ახლა ხეთებზე მაგალითად დღეს უკვე ცნობილია, რომ ინდოევროპელები იყვნენ. რანაირად ვართ ინდოევროპელებთან, რანაირი კავშირი გვაქვს, თუმცა ჩვენ აბსოლუტურად სხვანაობრივი ჯგუფი ვართ. ნუ ეს რაღაცები ჩნდება. დავასრულებ იმას, რაზეც დავიწყე საუბარი, ანუ ეს კოლხების და ეგვიპტელების ისა, რომელიც ნუ იმერებს გაპარია. არაფერი საერთო არ აქვს. აი რა შეიძლება იბერებს აქ გვაქვს ერთი დიდი კითხვა. მოგეხსენება თქვენ ბერძნებისთვის არსებობდა 11-ისაგან ძალიან დაშორებული, მაგრამ ერთი და იგივე სახელის მქონე ორი რეგიონი. ეს არის კავკასია, იბერია და ეს არის პირინეს სახელმწიფო იბერია. ევროპის უკიდურესი აღმოსავლეთი და ევროპის უკიდურესი დასავლეთი, ხო, უზარმაზარი ტერიტორია მათ შორის და ორივეს აქვს ერთი და იგივე სახელწოდება და აი მარტივად გეკითხებით, რა აზრი გაგიჩნდებათ პირველი? რაღაცა აქვს რა საერთო, ხო? საიდან როგორ? და გაჩნდა ეს ცნობილი მოსაზრება, რომ ეს არის ერთი ხალხი. ერთი ხალხი, რომლებიც თავის დროზე ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ მე სხვადასხვა მიზეზთა გამო გადასახლდნენ. ნუ ყველაზე პოპულარული მაგალითად რომ ნაბუქოდონოსორმა გადმოგვასახლა ჩვენ პირინეს ნახევარკუნძულზე და კავკასიაში. ძირითადად ესეთი თეორია იყო, იქიდან აქეთ მიგრაციის. თუმცა ზოგიერთი თვლიდა რომ აქედან იქითაც მოხდა მიგრაცია. ეხლა საინტერესო რა არის? მე-11 საუკუნეში მოგვაწევა ძალიან ცნობილი ქართველი ექვთიმე თაწმიდელი. ეხლა არ ვიცი იმ პერიოდში მე ექვთიმე თაწმიდელს ცოდნე განათლებული ქართველი ვერ წარმომიდგენია რა. და ეს მის ცხოვრებაში აღწერილი რომ ნუ პატარა კონფლიქტი მოვიდა ქართველებთან, მოგეხსენებათ ეხლა ქართველებს ერთმანეთში მოგდის ხოლმე გარკვეული კონფლიქტი და მან გადაწყვიტა წავიდეს. და ეკითხებიან რომ სად მიდიხარ და აი ეს განათლებული კაცი ასუხობს ესეთ რამეს რომ სპანიად მივდივარო, ანუ ესპანეთში მივდივარო. გამიგია იქ ჩვენი ნათესავები ცხოვრობენ. ხო, აი რა საინტერესოა, ხო? ეს განათლებული კაცი დარწმუნებულია რომ იქ ცხოვრობენ ჩვენი ნათესავები. საიდან აქვს ეს ცოდნა? მე-17 საუკუნეში, აქ როდესაც უკვე ჩამოდიან კათოლიკე მისიონერები, ევროპელები, ვაჭრები, თქვათ, აგენტები, ასე თქვათ, სხვადასხვა ვიღაცები, მათ შორის არის ერთი ძალიან ცნობილი პიროვნება, რომლის სახელობის ქუჩა ჩვენ გვაქვს. ეს არის ფრანგი იუველირი, ვაჭარი, მოგზაური ჟან შარდენი. და შარდენი ძალიან საინტერესო მოგონებებისა, მოგზაურობის აღწერა, რომელიც ქართულად თარგმნილია, გამოცემულია და იქ შარდენი წეს ესეთ რამეს. მე-17 საუკუნეა. ქართველ თავადებს, როდესაც ვეკითხები ვინა ხართუს, ნაწილი მეუბნება, რომ ჩვენ წარმოშობით ესპანელები ვართ.
მე-11 საუკუნეში ამბობდა სპანიაში მივდივარ ნათესავები არიანო, მე-17 საუკუნეში ვიღაც ქართველი თავადები ამბობენ ჩვენ ესპანეთში. ანუ ეს მოსაზრება ქართული საზოგადოებისთვისაც ცნობილი იყო, რომ რაღაცა არსებობს და რაღაცა კავშირი არის. მე-19 საუკუნეში გაჩნდა ეს თეორია, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 5000 წლის წინ ხმელთაშუა ზღვის ირგვლივ და მოდი შავი ზღვა შევიყვანოთ ხმელთაშუა ზღვაში ამ შემთხვევაში, აი ამ რეგიონის ირგვლივ ცხოვრობდა ერთი ძველი წარმომავლობის ხალხი, რომლებიც არ არიან ინდოევროპელები. მე ნელ-ნელა მოდიან ის ინდოევროპელები იკავებენ ამ ტერიტორიას და ამ ხალხის ნაწილის ასიმილაცია ხდება, ნაწილი განადგურდა, მოკლედ სადღაც 3000-2500 წლის წინ, 3000 წლის წინ ამ ერთ დროს დიდი ხალხიდან დარჩენილი არიან დასავლეთიდან რო წამოვყვეთ პირინეზე ბასკები, აპენინზე ეტრუსკები, ბალკანეთში პელაზგები და კავკასიაში ქართველები. ამის მერე კიდე გადის დრო და ეტრუსკები და პელაზგები დღეს აღარ არსებობენ და გაქრნენ და დარჩენ ბასკები და ქართველები. წარმოიქმნა ეს ძალიან ცნობილი თეორია ქართველებისა და ბასკების ნათესაობის შესახებ. რომელიც როგორ გითხრათ ახლა იცით საფუძველი აქვს. გარკვეული საფუძველი აქვს. რომ არსებობდეს ესეთი სამუშაო ჰიპოთეზა. მე ახლა ამ საკითხებზე დაწვრილებით არ მიმუშავია, მაგრამ აი რაც ვიცი და თქვათ მისაუბრია, ყველაზე შემაფერხებელი რაც ჩემთვის უთქვამთ, არქეოლოგებს უთქვამთ ესეთი რამე, რომ არანაირი საერთო არქეოლოგიური კულტურა არ აქვს. ეს ხალხი თუ ერთი წარმომავლობის ხალხი იყო, რაღაცა საერთო იმ ძველ პერიოდში არქეოლოგიური კულტურა ხონდა იყოს. არაფერი არ არის. აქედან გამომდინარე, ქართველი არქეოლოგები, ვისთანაც მე მისაუბრია, კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ, არაფერი არ გვაქვს საერთო. თუმცა რაღაცა დამთხოვები, რაღაცეები არის, ვიმეორებ, ეს მასალა საკმარისია იმისთვის, რომ თქვათ, რომ ასეთი ჰიპოთეზა არსებობდეს. სამუშაო ჰიპოთეზა და არიან ადამიანები მეცნიერები დღესაც ესპანეთში და საქართველოშიც, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ და ცდილობენ რაღაც დამატებითი არგუმენტები მოიძიონ. თუმცა ეს არ არის იმდენად მყარი, რომ ახლა ვიძახოთ, რომ ერთი ვართ და რაღაცა ვართ. თუმცა თეორია თავისთავად საინტერესოა, ხო? ეს იბერია, მერე ჩვენი მოსაზრებები, ეს ექვთი მემთაწმინდელი, შარდენის ცნობა. თუმცა არის ერთი ძალიან მარტივი ახსნა. ზოგჯერ ყველაფერი რთული ძალიან მარტივად იხსნება. იბერია ნიშნავს გადაღმა მხარეს. ნოჩ. ერთის გადაღმა, მეორეს გადაღმა. ამიტომ დაარქვეს. ამიტომ რთული საკითხია ეს, რა თქმა უნდა, ეთნოგენეზის საკითხი, მაგრამ ერთი რამ თავარია ხა დღეს იმ დონეზეა უკვე ეს ყველაფერი მისული, რომ აშკარად არის, რომ აქ ადგილობრივად ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩამოყალიბება და ეს ჩვენი ტომები, უძველესი ჩვენი ქართველური ტომები, რომლებიც მე ვახსენე, უძველესი დროიდან ცხოვრობენ. ამ ტომებში მე ერთი ვახსენე და მე გავჩერდი, ეს არის ხალიბები. ძალიან საინტერესო ტომია, ხალიბების ტომია რა, რომლებიც ამუშავებენ რკინას. ეხლა რკინა ლითონი დამუშავება ადამიანმა ადრევე დაიწყო, პირველი სპილენძი იყო, რომელიც დაამუშავა. ყველაზე გვიან ამუშავებს რკინას, იმიტომ რომ ყველაზე ძნელად დასამუშავებელია, მის დნობას გაცილებით მაღალი ტემპერატურა ჭირდება და მეტალურგია მაღალ დონეზე უნდა გქონდეს. ეხლა სპილენძი და ის ბრინჯაო ადვილია, რკინა რთულესია. რკინის გამოყენების დაწყება არ ვიცი რა შევადრო, კაცობრიობისათვის ალბათ იყო ისეთივე, როგორც ბირთვული არაგზავნიჩი, ბირთვული აღმოჩენა, ხო? რატო? იმიტომ რომ რკინამ შეცვალა ყველაფერი. რკინა გაცილებით მაგარია, გაცილებით გამძლეა. ანუ რას ნიშნავს? რკინის იარაღი თუ მაქვს, მე ყველა ვარიანტში შენზე ძლიერი ვარ და შენ ბრინჯაოს იარაღი მაქვს. მე თუ რკინის სახნის იმა გაცილებით კარგად ვამუშავებ მიწას. ანუ რკინა სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და ძალიან მცირე ხანი, მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში არსებობდა პერიოდი, როცა რკინა უფრო ძვირი იყო ვიდრე ოქრო. იმიტომ ცოტა იყო მოსაპოვებლად ძნელია და რო გაქვს რკინა, წარმოიდგინეთ ახლა თქვენ თავ ბრძოლაში შენ გაქვს რკინის მახვილი და ჭრის იმ ბრინჯაოს მახვილი, ჩვეულებრივად. და რკინის ერთ-ერთი რამოდენიმე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში იწყება რკინის დამუშავება, ერთ-ერთი პირველები ვართ ხალიბები. ბერძნები პირდაპირ წერენ, რომ ესენი მთაში ცხოვრობენ, იქ მოიპოვებენ ამ მადანს და ადნობენ და აკეთებენ. აი, ხალიბები მიჩნეული არიან ერთ-ერთი პიონერები, ვინც დაიწყეს რკინის დამუშავება და წეგანაც გითხარით. ესეც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენი წვლილი კაცობრიობის ისტორიაში შეტანილი გვაქვს,
რა. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს დომიც. ხო, ნუ ჩვენ საუბრობდით აქ ხა ცოტა ისე გამოდის ქრონოლოგიურად რაღაცა გადმოვდივარ, მაგრამ ნუ საუბარს მოაქვს ყველაფერი. ფარნავაზზე, მის ურთიერთობაზე სელევკიდებთან ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო ფარნავაზის. როგორც ჩანს, ფარნავაზი ძალიან კარგად აფასებს იმ დროინდელ ვითარებას და ხვდება, რომ მისი მოწინააღმდეგის უკან ძალიან დიდი სახელმწიფო აქვს და მასაც ჭირდება ესეთი დიდი ძლიერი სახელმწიფოს მხარდაჭერა. აი აქ ფარნავაზთან დაკავშირებით ერთი მთავარი საკითხი გვაქვს ჩვენ ეს თქვენ ძალიან კარგად იცით ეს ამბანი. ნუ ხა ფარნავაზი რო არსებობდა, ნუ ეს დღეს სადავ არ არის. მცხეთა რო დედაქალაქია, სადავ არ არის. არმაზის კერპი რო შექმნა, ესეც სადავ არ არის. ესე ძალიან სწორი ნაბიჯია, ნახეთ, იდეოლოგიურად აერთიანებს ქვეყანას. ერთი კერპი გვჭირდება ჩვენ. ეს კერპთა კონდიციონირება ხო ისეთი რამეა, ყველა სხვადასხვა კერპი შეიძლება ქონდეს, მაგრამ ერთი უზენაესი ღვთაება გვჭირდება, ეს არის არმაზი. სხვა შორის ნიშანდობლივია, რომ ის ორი კერპი გაცდა, რომელიც არმაზმა მოიმანა, აზომ მოიტანა, ის კერპები დატოვა. დატოვა. ეხლა ისე მარტივი კითხვა, თუ აზომ მტერია, მისი კერპები რატო დატოვა? რატო არ დაანგრია მტრის მიერ მოტანილი კერპები? აზო სულ რაღაცა 24 წელი მართავდა. 24 წელი არ არის დიდი პერიოდი, ახლა ვთქვათ, რომ შეეგუენ და მიიღეს. ნუ ალბათ იმიტომ, რომ მისთვისაც მისაღები იყო, ალბათ იმიტომ, რომ არ იყო მტრის მიერ მოტანილი და იმავე სამყაროს კერპები იყო, რომელთანაც ფარნავაზი არის, რა. ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან საინტერესოა, ის არ ებრძვის მის კერპებს, პირიქით ამ ორ კერპს შორის დგას ამ თავის არმაზის კერპს. არმაზის კერპის წარმომავლობა კიდე სხვა საკითხია, აკმენიანურია თუ ხეთურია და ამაზე ახლა არ გესაუბარი, იმიტომ რომ ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ აი ეს მთავარი საკითხი, ქართული ამბანის შექმნის საკითხი, რომელიც ფარნავაზს უკავშირდება, საიდან ვიცით? და ისევ ლეონტი მროველისგან, რომ ამა ფარნავაზს განავრცო ენა ქართული, არ გარიზრახებოდა სხვა ენა ქართსა შინა თვინიერ ქართულისა, ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული. აი ეს ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული, ითვლება, რომ არის ქართული ამბანის შექმნა. მაგრამ აქ გვაქვს ერთი სერიოზული პრობლემა. ფარნავაზი მოღვაწეობს ქრისტეშოვანე მესამე საუკუნეში. აი ძალიან რომ მოვიდომოთ, უძველეს ქართულ წარწერები არის სადღაც მეორე საუკუნის. ნეკრესის ახალაქარზე აღმოჩენილი წარწერები, რომელიც ლევან ჭილაშვილის აზრით იყო მეორე საუკუნის, თუმცა ამას ბევრი არ იზიარებს, მაგრამ კაი, მოდი ჩვენ დავეთანხმოთ, რომ მეორე საუკუნის არის. 300-400 წელი ქართული წარწერა არ აქვს. გვაქვს ბერძნული წარწერა, გვაქვს არამეული წარწერა, აი მე სერაფიტას წარწერა ვახსენე. სერაფიტა ვინ არის? სერაფიტა არის უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენელი. მამამისი პიტრიარქია, მისი ქმარი მეფის ეზოს მოძღვარია, მისი ქმრის მამა ასევე პიტრიარქია, ანუ ელიტა ქართული იმდროინდელი საზოგადოების და ეს არის საფლავის ქვა, რომელზეც არის წარწერა ბერძნულად და არამეულად. არ ქართულ საფლავის ქვას წარწერა. რატო რა ელიტა არ იყენებს ქართულ წარწერას? ქართულ ამბავს, აბა ვინ იყენებს? მაშინ წერა კითხვა ვინ იცის? ალბათ იმ ელიტის გარდა წერა კითხვა იქ არავინ არ იცის, ხო იმდროინდელ ქართლში. თუ ისინი არ იყენებენ ქართულ ამბავს და წერენ ბერძნულად და არამეულად, აბა ეს ქართული ამბანი არ შეჭირდებოდა. აი ეს მინუსი გვაქვს ამ თეორიაში. თუ იმ დროს შეიქმნა სად არის? ჩემის აზრით ყველაზე დიდი ქართველი იყო ის, ვინც ამბანი შექმნა. არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა, რამდენიმე არა 1-10 წლის წინ ალბათ საზოგადოებრივ მაუწყებელზე იყო პროექტი გამოევლინათ ყველაზე დიდი ქართველი. სოფლიოში ტარდება ესეთი თოქ-შოუები, ჯერ ასეული იქნება, მერე ამ ასეულის მიდის ხმის მიცემა, ასეულიდან მერე ათეული იქნება, მერე ამ ათეულზე თითოეულზე ცალ-ცალკე გადაცემა კეთდება, მერე ასევე არის ხმის მიცემა და საბოლოო ჯამში გამოიკვეთება ერთი. ნუ თოქ-შოუ არის საინტერესო, მაგრამ თავისთავად საინტერესოა, იმიტომ რომ საზოგადოების განწყობებს გიჩვენებს, ხო, მაგალითად საფრანგეთში ყოველთვის ნაპოლეონია. ერთხელ იყო ჟანა დ'არკი თუ არ ვცდები. ინგლისში შექსპირია. საქართველოში ვინ იყო თუ გახსოვთ, როგორ ფიქრობთ, ვინ იყო? ილია იყო.
მე დავით ველოდი, რატომ? დავით მეორეზე გავიდა. ყველაზე დიდი ქართველი ეს არის, ვინც ამბანი შექმნა. ეხლა ამბანი რო არ ქონდა, თქონდა ვიარსებებდით ასე ყველაფერი. არა, აბსოლუტურად სხვა ვიქნებოდით. მე არ ვიცი, შეიძლება უკეთეს ყოფილიყო, შეიძლება უარეს ყოფილიყო, და სრულიად სხვა მივიქნებოდით, არა და ვინც ეს ამბანი შექმნა, აი ის არის ყველაზე დიდი და გენიუსი. თუ ეს ფარნავაზია, რა თქმა უნდა, ეს არის. მეორე მომენტია, დაუშვათ მის დროს შეიქმნა. თვითონ შექმნა? თუ ვიღაცა მის დროს და მას მიეწერა, აი გურამ ჩეულიშვილის რო აქვს, რა ქვია, უსახელო უფლის ციხელში, სხვა გადაარჩენს, მაგრამ დიდ თორს მიეწერება, იმიტომ რომ იმის საკაც ვერ წერს, არა? აი შეიძლება ესეთი რაღაცა არის. ყოველ შემთხვევაში თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ახლა მეცნიერების უმრავლესობა, რა თქმა უნდა, თვლის, რომ ეს არის მე-4 საუკუნე ქრისტიანობის დროინდელია. მე არა ვარ ამის სპეციალისტი, უბრალოდ მოსაზრებებს გეუბნებით, იმიტომ რომ ქრისტიანობა შემოდის, ქრისტიანობა არის წიგნიერი რელიგია, მას სჭირდება დამწერლობა და იქნება ქართული ამბანი. მაინც არ აქვს მნიშვნელობა, ვინ შექმნა ის გენიოსია, ახლა მე-4-ში შექმნა თუ მე-7-ში, მე-3-ში. აბა ფარნავაზმა რა ქნა? რას ნიშნავს ეს? ამან შექმნა წიგნობრობა ქართული. ლეონტი ხო არ მოიგონებდა ამას, არა? რაღაც დაწერა, რაღაცა წყაროზე დაყრდნობით დაწერა. არის ასეთი ვარაუდი. ჩვენ 112 შეტყობინებები რომ მოვგვის ტელეფონზე, ლათინური ამბანია, ხო? მაგრამ სიტყვები ქართულია. აი ესეთი რამე გააკეთა ფარნავაზმა, არამეული ასოებით წერდა ქართულ სიტყვებს. გვაქვს ეგეთი ტექსტი. არა გვაქვს, მაგრამ მოსაზრება არსებობს. ნუ არის კიდევ უფრო ისეთი ჩემის აზრით ცოტა არარეალური მოსაზრება, მაგრამ ნუ მაყავს მამ თეორიას მოვქრები, ეს რამაზ პატაიძის მოსაზრება არის, ქართული ამბანი მე-5 საუკუნეში შეიქმნა, 414 წელს ქურუმებმა შექმნეს, პირდაპირ ფინიგიურიდან მომდინარეობს, მე ქართველებმა რაღაც მომენტში ეს ამბანი დაივიწყეს და ფარნავაზმა უბრალოდ აღადგინა. ეს იმდენად ძველ პერიოდს ეხება, რომ ეხლა აქ რაღაცა გადაჭითქრო ძნელია. ვიმეორებ ენათმეცნიერები, მეცნიერთა დიდი ნაწილი, ვინც ამ საკითხზე მუშაობს, თვლით, რომ ეს არის მე-4 საუკუნეში. ასეა თუ ისე ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ეხლა ვითარება ნელ-ნელა იცვლება. ეს არის სავარაუდოდ ფარნავაზის დროინდელი საქართველო. ეხლა ეს საზღვრები ყოველთვის არის ძალიან პირობითი რა. ცოტა იქით შეგვიძლია გავწიოთ, ცოტა აქეთ შეგვიძლია გამოვწიოთ. ეხლა ზუსტად მაშინ საზღვარი სად გადიოდა, არავინ არ იცის. ის კი არა, ისიც კი სადაოა და დასავლეთ საქართველო იყო თუ არა საერთოდ ფარნავაზის სამეფო შემადგენლობაში. მე ვთვლი რომ იყო ეხლა, მაგრამ ნუ განსხვავებული მოსაზრებები არის. რთულია ჩვენ უზარმაზარი პრობლემა გვაქვს საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით და განსაკუთრებით რაც უფრო სიღრმეში დავდივართ, ერთი უმთავრესი პრობლემა გვაქვს, წყაროები არ აქვს. როცა წყაროები არ აქვს, უბრალოდ ვეღარ ახერხებ ისტორიის აღდგენას. არ აქვს არაფერი და როგორ უნდა გააკეთო? ხო, ნუ აი ფარნავაზი და ფარნავაზის მერე უკვე ჩვენ შევდივართ სრულიად ახალ ეპოქაში, როდესაც იქნება აი ეს უზარმაზარი სამყარო. ის რასაც ქვია უკვე რომაული სამყარო, ეს სრულიად განსხვავებული და უნიკალური სამყარო არის. ეს იყო უნიკალური სახელმწიფო. 500 წელი არსება. ასეთი ყველა იმპერია მერე იმეორებდა რომის იმპერიას. ყველა აბსოლუტურად დაწყებული იმ ცნობილი დევიზიდან divide et impera დაკავიდა იბატონე. გაგრძელებული მართვის მეთოდები და აბსოლუტურად სულ ყველაფერი და ჩვენ მოგვიწია საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა ამ რომის იმპერიასთან. ისე პატარა ინტრიგას ჩავაგდებ სამომავლოდ, რომ ჩვენი მართველი იყო ერთადერთი არარომელი, რომელსაც ძეგლი დაუდგეს რომში. სხვას ესეთი რამ არ ღირსებია, ეს მხოლოდ ქართველი იყო ესეთი. და იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ ამ უზარმაზარი იმპერიის მოკავშირეებად ვითვლებოდით. თუ გიყვარს წერა, თუ გაქვს სათქმელი სამყაროსთვის და თუ გინდა რომ დაწერო წიგნი, მაშინ გვესტუმრე, აქ გვაქვს კურსები როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე მოზარდებისთვის, აქ გასწავლით წერას და გამოცემთ თქვენ საკუთარ წიგნს.